მოდი ახლა მე ავდგები და დავხატავ ხელს. ესე იგი ეს არის გინდა იჯერეთ, გინდა რა ხელი. აი წერეთით. და ახლა ავრეკლავ ამ ხელს. ესე იგი წარმოვიდგინეთ, რომ ეს სარკეში ვიყურებით და ცოტა გაფუჭებული სარკეა და ამიტომ იდეალურად არ არეკლა, როგორც ხედავთ, რაღაცები უქნათ ითებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ჩანს რომ არ ეკლილია, ხო? აი ცერი აქეთ არის, ცერი აქეთ არის. ხა რატომ დავხატე ეს? იმიტომ რომ თუ მე მაქვს მხოლოდ იმის უფლება, რომ აი აქეთა გამოსახულება რამენაირად მოვაბრუნო, ან გადავაადგილო, მაშინ რაც არ უნდა ვიწვალო, როგორც არ უნდა, რაც არ უნდა ვაკეთო, თუ რაღაცა ზეგანზომილებებში არ წავედი, ვერაფრით ამ ხელის გამოსახულებას ვერ დავამთხევ ამ ხელის გამოსახულებას. ანუ დავწერ კიდეც ამას, მაგდენად მნიშვნელოვანი არის და პრინციპში მე ცოტა გამოვწევ ამ გამოსახულებას ასე, რომ ეს გამოსახულებები არ ემთხვევა. ერთმანეთს არ დაემთხვევა, ხო? ანუ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ერთმანეთს რომ გადაადოთ, არ დაჯდება ერთ-ერთი ერთმანეთზე. იმიტომ კი არა რომ მე დავხატე ცუდად, იმიტომ რომ უბრალოდ გეომეტრიულად შეუძლებელია, იდეალური ანარეკლი რო ავიღოთ, არ გამოვა. ასეთ ობიექტს ეწოდება ქირალური ობიექტი. ქირალური ობიექტი არის ის, რომელიც მობრუნებებით და გადაადგილებებით ვერ დაემთხვევა თავის ანარეკლს. და ყოველად არ ქვია ქირალური სხვათა შორის, იმიტომ რომ სიტყვა ქირალ მე მგონი თუ არ ვცდები, ნიშნავს ბერძნულად ხელს. ესე იგი ბერძნულად ხელი არის. ხო? და იდეაც მანდ წამოვიდა, რომ ხელი თუ სარკეში არ ეკლე, ესე ვეღარ დაამთხვევ ერთმანეთს. ახლა რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და საინტერესო? იმიტომ რომ მინდა ვისაუბრო ქირალურ მოლეკულებზე და ქირალურ ატომებზე. გეგონათ არაქირალურ მოლეკულებზე ვიტყოდი, ხო? ქირალური ატომები. ესე იგი, პირველ რიგში, რაც ისე ხაზგასმით მინდა ვთქვა, არის რომ შეუძლებელია სარკულ ანარეკლს დაემთხვეს. ესაა ძირითადი იდეა, მთელი იდეა არის ეს ქირალური მოლეკულის. და ქირალურ ატომებზე მინდა იმის თქმა, მოდი სხვა ფერით დავწერ, რომ ძირითადად არიან არის, ანუ ჩვენ რაც გვხვდება მაგაზე ვსაუბრობ, ეს რაღაც ზოგადი წესი კი არა აქ იმის, რომ აი ძირითადად ეს არა, უბრალოდ ჩვენ რაც გვხვდება ხოლმე, ძირითადად არის ნახშირბადი, ცოტა უკეთესი ნახშირბადი დავწერო, დაკავშირებული 4 სხვადასხვა ჯგუფთან. ჯგუფზე არის აქ საუბარი, 4 სხვადასხვა ატომთან კი არა, უბრალოდ 4 სხვადასხვა ჯგუფთან. აი მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ, თქვათ გვაქვს ნახშირბადი, თქვათ აქ ზემოთ იყოს ფტორი, შემდეგ აქეთ დაკავშირებული იყოს მაგალითად CH3-თან და აქ იყოს დაკავშირებული ნახშირბადთან, კერდა წყალბადთან, ნახშირბადი თვითონა და აქეთ იყოს ბრომთან დაკავშირებული. მაშინ, ახლა თუ ავდგები და ამას ავრეკლავ, ამას თუ სარკულად ავრეკლავ, მივიღებ როგორ სურათს. მოდი სხვა ფერით გავაკეთებ მაგ სურათს. ზემოთ ისევ მექნება ეს ფტორი, აქეთ მექნება ბრომი. ეხლა უნდა წარმოიდგინოთ, რომ ეს სამგანზომილებაზეა საუბარი, ხო? ანუ უბრალოდ სიბრტყეზე დახატული არ არის. შესაბამისად, მე თუ ეხლა ავდექი და მოვინდომე რომ როგორმე აი ეს სამგანზომილებიანი ფიგურა, ანუ ასე არის დაკავშირებული, ხო, ერთმანეთთან ეს სამგანზომილებაში. ეს რატო არ გაესვა ხაზე? ხო, აი ეს სამგანზომილებიანი ფიგურა თუ მინდა რომ ამას დავამთხვიო, ვერ დავამთხვევ უბრალოდ მობრუნებებით და გადაადგილებებით. მაგალითად, ასე რომ მომინდეს მობრუნება, რა გამოვა? გამოვა რომ CH3 აღმოჩნდება ბრომის ადგილას, მაგრამ შემდეგ ბრომი აღმოჩნდება წყალბადის ადგილას და წყალბადი CH3-ის ადგილას, ხო? ანუ შანსი არ არის, არ შეიძლება რომ თავის სარკულ ანარეკლს დაემთხვეს. და ასეთ ნახშირბადს უწოდებთ ქირალურ ნახშირბადს. შირბადი. ქირალური ნახშირბადი. კიდევ ამას უწოდებენ ასიმეტრიულ ნახშირბადს, ქირალურ ცენტრს, სტერეოცენტრს, რომელიც ცოტა უფრო ზოგადი ტერმინია და გულისხმობს ნებისმიერ წერტილს მოლეკულაში, რომელიც მასთან დაკავშირებული ჯგუფების მიმართ არის ასიმეტრიული, მაგრამ ჩვენი მიზნებისთვის უბრალოდ ქირალური ნახშირბადით შეგვიძლია უწოდოთ, რაც როგორც ხვდებით ალბათ, გულისხმობს იმას, რომ მიეკუთვნება იმ მთელ ამ განმარტებებს, რაც ვთქვით,
რომ არ შეგვიძლია, ანუ ცენტრში არის და არ შეგვიძლია, რომ აი ეს მოლეკულა მხოლოდ მობრუნებების და მხოლოდ არეკლების ხარჯზე დავამტყიოთ მის სარკულ ანარეკლს. ანუ ავდექით და ქირალურობის იდეა გადმოვიტანეთ ქიმიაშიც და უბრალოდ ავხსენით ქირალური მოლეკულები და ქირალური ატომები რას წარმოადგენენ და მოდი ახლა მომდევნო ვიდეოებში რაღაც მაგალითები გავაკეთოთ ამაზე.